მარიობს. ცეცხლს დაანთებთ ზემოდან და კოცონი იქნება ზემოდან ქვემოთ. ანუ უგუღმა. თუ ამას ქვემოდან შეუნთებთ და მაგალითად უნდა დაიწვას 1 საათში ზემოდან დანთებული კოცონს არ ექნება ესეთი ძლიერი ცეცხლი, მაგრამ დაიწვება 4ჯერ და 5ჯერ ნაკლებ დროში. იმიტომ რომ სანამ ეს დაიწვება, სანამ ეს ჩაიყრება დაბლა და ასე შემდეგ. ამიტომაც აქვია ცეცხლი უგუღმა. 1-4 წლის ის ვიპოვნე რა ქვია. ჩიტის ბუდე. და იმ ჩიტის ბუდეს დავანთებ ახლა ზემოდან. ბამბარი ამოვლებული ჟელე იყიდება, ესეთი ცეცხლის დასანდები ჟელეებია. იმას ბამბას ამოусმევთ. და ძალიან ადვილად ეკიდება ცეცხლი. ნავთი და რაღაცა რო ატაროთ, თან არის ძალიან ისა რა მოუხერხებელია. ასე რომ ჯობია ეგ ჟელე იყიდოთ. იყიდება ყველგან. პატარა ტოტები აი ეს როგორც მე ვიღებ. ეხლა სიმშრალეა ჯობია არა იყოთ დაბლიდან, იმიტომ რომ უფრო ნოტიოა. აი ეს. და ეხლა ისეთი რამე უნდა ქნა, რასაც სულ ყველა აკეთებს ხოლმე, თუ ამით დავანთე მე. რა უნდა ეხლა? ბამბა ცოტა გაჩეჩეთ ესე რომ ნაპერწკაველო მოხდება ადვილად მოეკიდოს ცეცხლი. აჰა. მოეკიდა. ერე უკვე უბრალოდ უნდა მიხედოთ ესეთი კვესი რო იყიდოთ არის ძალიან მოსახერხებელი რა. ოღონდ მართლა. ეხლა კოცონს ეკიდება ცეცხლი უგუღმა ზემოდან ქვემოთ. კიდე პატარა ტოტებს მოვიტარო. ეს არ ჩამიქრეს. და გაცილებით დიდხანს ეკიდება ცეცხლი. ანუ აი შეხედეთ კოცონი უკუღმა ანთებული როგორია. ზემოდან ქვემოთ მიდის.